დავიწყეთ რას უყურებთ ჯიმი? ახალ ამბებს და ისეთი დინამიური დღე არის ნიკო, ცნობაზე მოდის და ერთი მეორეს ფარავს და ვეღარ ასწრებ რეაგირებას რა. მეც უყურებდი, რომ ეხავ წერს რომელი არის, ხო, მოკლედ 4-ზე ცოტა მეტი არის და პარლამენტში მსჯელობენ, არის კამათი, არ ვიცით მიიღებენ თუ არა კანონს, იმიტომ რომ იქ შიდა დინებები, ერთი ფრაქცია მეორეს, ყველანი ჩართულები არიან ამ იმაში პოლიტიკურ აღებმიცემობაში, შენეს მომეცი შენი. მოკლედ როგორც წესი და რიგი ესე დუხს საპარლამენტო ცხოვრება, დუხს საკანონმდებლო ცხოვრება და მგონია რომ ყველა კანონს რასაც მიიღებენ, ეს იქნება ზუსტად ის კანონი, რომელიც ქართველებს გამოადგება. კი, იმიტომ რომ ქართული ოცნების დეპუტატის ოფლისა და სისხლის სუნი ექნება ამ კანონებს. კი, ანუ ეგ იქნება ძალიან. ისე ხო დიდი პარტიაა და მართველი პარტია არის და ხშირად ერთი პარტია მართველი პარტია როდესაც რჩება და კონკურენტები არ აღავს ადარებენ ხოლმე აი კომუნისტურ პარტიას და ბოლშევიკების პარტიას და იქ ბევრად უფრო ის იყო განსაკუთრებით ის პირველ ეტაპზე ფრაქციები და ბრძოლებით შიგნი პარტიის შიგნით სრულად არასწორი იქნება მე წინააღმდეგი ვარ რომ შევადაროთ ქართული ოცნება კომუნისტურ პარტიას იმიტომ რომ მაგრამ საქართველოსზე თუ გადმოვიდა თავიდან ესე დაიწყო თვითონაც ესე იგი პარტიებს ავიწროებდნენ როგორ იცი არეალს უზღუდავდნენ და აიძულებდნენ თვითონ მოეწვიათ რაღაც ეს ყრილობა და თვითლიკვიდაცია გამოეცხადებიათ და მოკლედ რაღაც ესეთი ხელით მართავდნენ პროცესებს და მერე ბოლოს დაასკვნეს რომ არ იყო საჭირო ხელით მართვა პროცესის და მიიღეს კანონი და იყო მხოლოდ შესაძლებელი ერთი პარტიის არსებობა. ახლაც აშკარად იტენიან ბუღალტერიაში ჩემონიკო. ხო, იღებენ კანონებს, კრიტერიუმებს, ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა, ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ტიპებისთვის პარტიული პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა, პოლიტიკური თანამდებობების დაკავება და ასე შემდეგ და ძალიან რთული კონსტრუქცია უნდა ააგონ. სირთულე რაში მდგომარეობს? იმის გამო რომ ნაციონალური მოძრაობა 9 წლის განმავლობაში, როგორ აქვს 9 წლის განმავლობაში იყო მართველი პარტია, დიდი პარტია იყო, იშლებოდა ვიღაც ტიპები უკმაყოფილოები ტოვებდნენ, მიდიოდნენ, თვითონ პარტია იხლეჩებოდა. მერე ამ 9 წლიანი, სისხლიანი 9 წლის დამთავრების შემდეგ კიდე იხლეჩებოდნენ და ვერ იტყვი ახლა ქართული ოცნება უფრო არის ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირებული თუ სხვა ქართული ნაციონალური მოძრაობიდან გამოსული პოლიტიკოსები თუ პარტიები და ახლა ამათაც უნდა აუკრძალონ. იცი რა არის, შეგიძლია არის და ბევრი უკვე ქართულ ოცნებაშია. ხო და ბუღალტერია ეტენებათ აშკარად, რაღაცნაირად ხო უნდა გააправო ეს. შენ მაგაზე არის დარდო, ანუ ეგ არის დარდო. გუმანით იმოქმედებენ, რომ თვითონ იციან, როცა დაინახავ მიხვდები ვინ არის ცუდი და ვინ არის კარგი, იმიტომ რომ როცა ლაპარაკობდნენ ამაზე, ჩანდა რომ ზოგი შეიძლება პარტიის წევრი სულ არ ყოფილა და თან აუგრძნობდა და მოდი იმათაც აუგრძალოთო. ამ დროს ცხადია გაგიჩნდება შეკითხვა, რომ ეხლა არავისთვის დასამალი არ არის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი ნაციონალური მოძრაობის ბიზნევანიშვილი იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ. ხო, თვითონ ამბობდა რომ თვითონ რაც ამბობს, მე რა ვიცი, იქ მაგრამ თვითონ როგორც თქვა, აფინანსებდა ამას, ხაზინაც არიელი იყო. პოლიციის რეფორმა გინდა, ვიღაცა სასამართლოს რეფორმა, თავს ვერ დავდებ, რომ ზუსტად ვიცი სად რა ფული გადაიხადა, მაგრამ თავისივე მტკიცებით, ბევრი წლის განმავლობაში ის იყო ერთ-ერთი, ვინც აფინანსებდა ამ ყველაფერს. ეხლა რა მივლენ და ეტყვიან, რომ რატო ალბათ არა. ხო, მაგრამ ხო რაღაცნაირად ეგ უნდა მოათეთრო. ხო აღარა გვართ, მაგრამ როგორ? გეტყვი როგორ. იმიტომ რომ ეხლა რა კანონებსაც იღებენ ამ პარტიების აკრძალვის და რაღაცით, ხო არის რომ დემოკრატიკ ბექსლაიდინგ და რაღაცებს დემოკრატიის უკუსლა და რაღაცებს ამბობენ ხოლმე. ეხლა ეს აღარ არის დემოკრატია, რაც ჩვენ ცხოვრობთ. ოღონდ ვერ შევეგუეთ მაგას, იმიტომ რომ გონია რომ კიდევ სასამართლო და რაღაცა აღარ მუშაობს ეგრე. რუსულ კანონს რო ამბობდით. ცოტა ხანში ის რუსებში იტყვია რომ გრუზინსკი закон принимают. ანუ მართლა ეგრე რუსეთში არ არის ესეთი კანონები, რასაც აქ იღებენ, გინდა გზის გადაკეტვისთვის 60 დღე, პოლიციელიც თუ არ გაუღიმებს, სახეში უნდა მოგარტყან და 16 დღე გაგაფორმებ, არასრულწლოვანი დედამის გაუშვებთ იქა საქართველოში ჩავტოვებთ. რაც ახლა თქვი, მაინც უტრირებულიც არ იყო და დაახლოებით იმავე სულისკვეთების რაც არის. ამგვარად იმისი რომ არანაირი დემოკრატიის უკუსლა აღარ არის დემოკრატია, უკანა გზაზე კი არ მიდიან, სხვა გზაზე გადავედით. ეს არ არის არც ჩემი აზრი, არც არაფერი, არ არის დემოკრატიული პროცესები, სადაც ესე შეგიძლია აკრძალო ვიღაც ტიპი, რომ იცი, ამან ნანუკა ჟორჟოლიანს სტატუსი დაულაიქა ერთი თვის წინ და ამიტომ ის ვეღარ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.
რაღაც მომენტში სასამართლო თუ გადაწყვეტს, რომ ეს პარლამენტარი, როგორც ეგ არ მიუღიათ, მაგრამ დილას ვკითხულობდი, რომ იყო მაგაზე ლაპარაკი, რომ შეუჩერდეს უფლებამოსილება ხალხის რჩეულს, ვისაც ხალხმა ხმა მისცა, იმიტომ რომ ვაიბები მოდის არასწორი მისგან. ანუ ეხლა რაც არის კანონებზე ლაპარაკი, არაფერი ბუღალტერია არ შეეტენათ. არის რომ თუ გადაწყვეტს ვიღაც ჯგუფი, არ ვიცი ვინ, რომ გავიმეორებთ, რომ ვაიბის ხუმრობა მომეწონა, რომ არასწორი ვაიბები მოდის აქედან, თქვენ აკრძალული ხართ ეხლა. რატო? იმიტომ რომ vibes are off, dude. Way off. 6-7. ხო, მე რას ვამბობ? განა არ გეთანხმები ნიკო. ანუ 8 თანხმობა ეგრეა და. ხო, განა არ გეთანხმები, მაგრამ მაინც რაღაც ფორმალობები რჩება და შეეძლოთ მაგ ფორმალობების გამოტოვებაც. აი მაგალითად, გიავოლსკი, რომელიც იყო მინისტრის მოადგილე ნაციონალური მოძრაობის დროს, და აი დაუშვათ გიავოლსკის აუკრძალეს საპარლამენტო პოლიტიკური მოღვაწეობა, თანამდებობის დაკავება, ვიცე-სპიკერია, ხო, მე მგონია თქვა და რაღაც ეგეთი, ხო? ხო, შეიძლება გიავოლსკიმ გაასაჩივროს და თქვას, რომ კი, მაგრამ ჩემზე მეტი თანამდებობა ეკავა და ჩემზე არანაკლები იყო სიტყვაზე დღევანდელი განათლების მინისტრი, ან კიდევ ვიღაც, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ან რა ვიცი, თვითონ შე როგორც ამბობ ბატონი ბიძინა, ხო, რომელიც რო გავამარტივოთ, ხო, ესეთ რაღაცას ამბობდა პრინციპში, რომ იმ 9 წლის განმავლობაში თუ კარგი რამე გაუკეთებიათ, ხო ყველაფრის უკან მევიდექი და ვაფინანსებდი და ჩემი ფული იყო, მაგრამ მე რომ მეგონა რომ კარგ რაღაცებს აკეთებდნენ, თურმე ცუდებიც აკეთეს. ანუ სისხლს უსხამდა იმას მართლ პარტიას მაშინდელს, რომელიც ახლა იქცა კეთროვნად და არის საფუძველი პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვისა. ხო შეიძლება გიავოლსკი მიჩივლოს. ხო უნდა რაღაც ის ვიღაცა უპასუხოს პარლამენტიდან ან ფორმალურად მაინც ნიკო. და ამას არ ჯობია რომ გამოტოვონ ეს ყველაფერი და ერთი პატარა ჩანაწერი გააკეთო, რომ ამ ქვეყანაში არის ერთადერთი მართველი პარტია. ქართული ოცნება და უპარტიოთა ბლოკი, როგორც ადრე იყო კომუნისტური პარტია. ეყოლებოდ კიდე გირჩს არ აკრძალავენ. ვისა? გირჩს. არ ვიცით რატო. თუმცა შეიძლება შემოეკრძალოთ რა. ვიცი რა, ფორმალური საფუძველი აქვს, იმიტომ რომ ვახო მეგრელიშვილს რაღაც ფორმალურად ეკავა, ხო, თანამდებობა იმის ნაციონალური მოძრაობის დროს, არ ვიცი, ბენდუქიძის მოადგილე იყო თუ არ ვიცი, მრჩეველი იყო. შენ მაინც იმას ეძებ კანონებში იქექები და ვიქექები ნიკო, როგორც იურისტი იცი რა, იქ 25 პრიმა იქ ნახე ჩანაწერია და თქვენ ვერ ამიკრძალოთ პოლიტიკურ მოღვაწეობას ქართულ ოცნებავ, იმიტომ რომ ისინი გეუბნებიან რომ პომპეოსი იყო თუ ვინ იყო, ვინც თქვა, შეიძლება კეისარი იყო, მაგ დროს არის რომის სამოქალაქო ომის დროს სადაც შევიდნენ და იმათ თქოს, რომ აი კანონით რაღაცაო და იმათ თქოს კანონებს ნუ უკითხავო იარაღიან ხალხსო. ხო. ხმლებიან ხალხსო კანონებსო ნუ უკითხავო. ასე რომ იკითხე კანონები და იყავი ეგრე. ჩემ მეგობარმა მკითხა და შენთვის მინდოდა აზრი, მე კითხა არ არის ქართველი რომ ორმა სხვა ადამიანმა მითხრა რომ ხო არა გაქო განცდაო რომ კასაბლანკაში ცხოვრობო ეხლა. ანუ კასაბლანკაში იგულისხმება ფილმი კასაბლანკას პერიოდი, როცა ბევრი სხვა ადამიანი ჩამოდის და გარეთ რაღაცა ცუდი ხდება და მეთქი უფრო მე ვაიმარის რესპუბლიკის ბოლო ან ესა ბელა ეგვარძია არ ქონდა იმას საკითხული, მაგრამ რაღაცა უფრო ბელა ეგვარძია. ხო, არის ხო, შეიძლება კი. აი ეს ვაიმარის რესპუბლიკის სერიალი გააქვს ნახე ის ბერლინი ბაბილონ ბერლინი ხო არა მაგარი მაგრამ ვიცი რომ კარგია ხო მაგარია ხო არის ეგ განცდა იცი როგორი რაღაცა არის ბან მადლობა დათო ქორიძე იქიდან იმიტომ რომ ყველა მეგრე არის ვაიმარის რესპუბლიკა იყო ვიდრე ჰიტლერი მოვიდოდა სათავეში ეგრე ეძახიან ოფიციალურად არ ერქვა მაგრამ იყო რაღაცნაირი მყიფე დემოკრატია სადაც ბოლო გამარტივებულად ხსნი მაგრამ ესე ბოლო 1-2 წლის განმავლობაში პრინციპში ყველა მიცოდა რომ ეგ სისტემა აღარ იმუშავებდა და იყო თქვა ზოგან ორგიები ეწყობოდა რაღაცა ფართები კაბარე მან ხდება ხო? ხო, კლუბები მოკლედ ის ხო, ცხოვრება თუხთუხებდა, მაგრამ ყველამ უკვე იცოდა რომ აი ხა რაღაც ცოტა ხანში ეს მორჩება, იმიტომ რომ არავინ არ იყო კმაყოფილი იმით რაც იყო და ხომხლად ერთ-ერთი შედარება ცხადი არ შეიძლება, მაგრამ განცდა მქონია რომ სადღაც აი ბარში რო შეხვალ და ყველა რო ესეა და აი გარეთ ხალხმა ქუჩა გადაკეტა ისინი ამბობენ რომ კლუბში ლაპონჩი სვამთ როცა ნახე რა კანონები მიიღეს ისინი ამბობენ მე შეხვევამენი პოლიტიკონი მეშივები მაგრამ რა გავაკეთო და აი რაღაცნაირი უჟამურ ისე რა არის რაღაცები ყველგან რომ მეორდება ის მაგ 30-იანი წლების გერმანიაშიც სანამ ეს ნაციონალ-სოციალისტები ძალაუფლებას აიღებდნენ და უკვე რო ახურებდნენ და გუგუნებდნენ და რაღაცა და უკვე ემჩნეოდა რომ ცუდი ამბები ხდებოდა
აი კლაუსმანის მეფისტოფელში არის იქ ეგეთი ისა, რომ იქაც იყო ესეთი საუბრები, რომ მაინც ჩვენ სხვანაირი კულტურის ერი ვართ და რაღაც სხვანაირი ჩამკეტები და ის ინსტინქტები გვაქვს და არ დაუშვებთ ესეთ სიგიჟეც და ეს ჩვენ გერმანია ის თქვენ იტალია არ გეგონოთ, ჩვენები ვარ ბელორუსია არ გეგონოთ, ბელარუსი არ გეგონოთ და ანუ მე ის რა არავინ არის დაძბეული ხუმრობით და მე თვითონ მომწონს ეგ ხუმრობა, მაგრამ ოფიციალურად აღარანაირი რუსული კანონები ეს არა, რუსეთში არ აქვს ესეთ დრაკონული კანონები. ეგეთები აქვს სადღაც არ ვიცი, თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნებია, სადაც ეს პოლიტიკურ საქმიანო პოლიტიკურ პარტიებს უკრძალავენ და ცალკეულ პიროვნებებს. იცი როგორი რაღაცა არის? აი ეს ცდილობ რომ ამ პროპაგანდისტულ არხებს არ უყურო, ისედაც არ მაქვს ის არ ყოფნის მოთმინება. აი იცი რაღაც შინაარსი რო იყოს რაღაცა თუნდაც იდეოლოგიური კამათი ხო, მაგრამ აი რო ჩაირთვება და სულ აი ტერმინები რო ხვდები, რომ აი მატრიცასავით არის ეს ტერმინები უნდა ახსენონ ყველა წინადადებაში ხალხის მტრები, უსამშობლოები, აგენტები, აი მოსყიდულები, დაქირავებულები. ხო, არა, მაგრამ აი ყველანაირად ყველა არხზე იმედი იქა აი სადაც გინდა ჩართო აი ესეთი შთაბეჭდილება იქნება რომ აი უსისხლოდ მოკლან ადამიანების დიდი ჯგუფი აი სოციალურად მოკლან ხო აი თუ პოლიტიკურ საქმიანობას აგიკრძალავენ თუ ჟურნალისტურ საქმიანობას აგიკრძალავენ თუ ლექციების საკითხვას აგიკრძალავენ პარტიის შექმნას აგიკრძალავენ მაგრამ არ გკლავენ რა ის არ იქ ვაკის პარკში არ გაგიყვანენ და კეფაში არ დაგახლიან მაგრამ როგორც სოციალურ ფუნქციას ხო გიკლავენ და ადამიანი რა არის მარტო ის ხო არ არის რომ აი სადღაც შევიდე ბარში და ნუდი დავლიო და რაღაცა მივაყოლო ხო სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ხო არის ეს ყველაფერი საჭირო რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი იყო ფაქტობრივად აი ჩახმახზე დაჭერის გარეშე ცდილობენ მოყახლა ის სისხლის რაღაც არაესთეტიურია ვიღაცა შეიძლება გაღიზიანდეს იქ ვიღაც გაბრაზდეს რაღაც მეტი პრობლემაა და პრინციპში ადამიანის მოკლისთვის ხო ესეც სრულიად საკმარისია რომ აგიკრძალო პოლიტიკური მოღვაწეობა აგიკრძალო საზოგადოებრივი აქტივობა ლექციები არ წაგაკითხებიო ხო იმიტომ რომ რასაც აკეთებდი 5 წლის წინ და აკეთებ იმას ახლა ეს გახდა კრიმინალიზებული რომ შენ ჯაშუში ხარ შენ აგენტი ხარ შენ არ შეგიძლია იმის ლექციის წაკითხვა იმიტომ რომ რაღაც სხვა იდეოლოგიას ავრცელებ და ასე შემდეგ ხო ეს მოიტანა ამ იმან მოკლედ ცუდი ამბები. არის კარგი, ანუ მეც ხო და რის თქმა მინდოდა. ხო, აი ეს შენ რო ამბობდი რომ ეს ჩელიაბინსკს რო აკავშირებდი, გახსოვს ის მამუკა მდინარაძემ არჩევნებმა რო ჩაიარა და რაღაცა ესეთი თავისი საფირმო ღიმილით, უკვე რო ემჩნეოდა ღიმილში რომ ის სპეცსამსახურებს ჩაუდგებოდა სათავეში, თქვა, აბა გაიღვიძეთ ჩელიაბინსკშიო? და აი რაღაცნაირად დამაინტერესდა ერთი ჩელიაბინსკში რა ხდება და როგორც კი ეგ მოვისმინე, ხო? დავსერჩე რა ეს ჩელიაბინსკი რაღაც ის დროში რო შეზღუდავდა რაღაცეებით იმის სერჩის თულსებით და რაღაცეები და ამომიგდო რაღაც ჩელიაბინსკის რაღაცა საიტი და ესეთი პირველი გამხსნელი სტატია იყო მიტინგების დარბევა თბილისში. ადგილო ჩელიაბინსკის ძალიან მასალა იქაც კი ახალი ამბავი იყო. და თბილისი გახდეს. არა, ანუ აქ რაც ხდებოდა ჩელიაბინსკისთვისაც ის იყო რა, ნიუსი იყო და ამბავი იყო. ჩელიაბინსკი სად არის? ანუ თუ არის შენს თქვა გეოგრაფია. შორს არის, აი ჩელიაბინსკში რო და 2000 კილომეტრი არის უკრაინის საზღვრიდან რა. რუსეთ-უკრაინაში იქ სიღრმეშია. ანუ რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 2000 კილომეტრში ბევრი სხვა. ხო, ანუ შორს არის რა, იმ ცენტრალური რუსეთიდან შორს არის. ანუ არ არის იქ ასე ვთქვათ დემოკრატიისა და იმის ტანკების ქარხანა არ ჩელიაბინსკი ტრაქტორნის ზავოდ რომელიც აი მირნაპაშუში ტრაქტორზე ანეკდოტები მაქედან მოდის, უცბად გადაკეთდება ტანკების ქარხანა. ანუ აშენდებოდნენ ახლა, იმიტომ რომ რუსეთში ხო ეკონომიკას ახლა ცდილობენ რომ რამდენიმე სტატია თარგმნեն და მაგრამ ვიცი რომ ეკონომიკა დააშოშმინონ თუ რა ქვია რაღაცა გააგრილონ, იმიტომ რომ ნელი დაშვება უნდა გადახურება იყო, იმიტომ რომ მთელი რუსეთი რო გადავიდა ომის ეკონომიკაზე და ბევრ ფულს იძლევიან ქარხნებში და ბევრ ფულს იძლევიან იმაში ახალ წვეულებისთვის ჯარში ვინც წავა. და იმათ ბევრი ფული რო აქვთ, ეგ ცუდია, იმიტომ რომ მე სხვა სამსახურები უნდა მოუმატონ ხელფასი, იმათ არ შეუძლიათ ესა. ამასობაში ეს რაღაცა ტრიალებს და ტანკის ქარხანაში თუ მუშაობ, კარგად აქვს საქმე, მუშასაც კარგად აქვს საქმე და მენეჯერს მით უმეტეს. ხო, უყურე ეს ავტობზე და თავარი ის ცოტას ყველა იპაროს.
ფულის წყარო მთავარი შემოსავლის წყარო არის ნავთობი, გაზი და ეგ ესეთი წიაღისეული, ხო? არაფერი ისეთი არ იწარმოება, არაფერი ისეთი რუსეთში არ იწარმოება, რასაც ვიღაცა მოიხმარს, იყიდის და ამაში ფულს გადაიხდის. ყველაფერი რაც იწარმოება, ძირითადად მიდის უტილიზაციაზე, მიდის უკრაინაში, რომ დაიღუპოს, დაიწვას, განადგურდეს ერთ თვეში ან ორ თვეში. იცი რა მაინტერესებს, ამასთანავე წავიკითხე ახალი ამბავი, რომ ხორცის იმპორტი რაც გვაქვს 80%-ო მე მგონი რუსეთი, ბელარუსი ეწერა იქ ზუსტად ხა ისე არ ვქნა, მაგრამ უდიდესი ნაწილი იყო და მე ვფიქრობდი რომ იმათ სადაქვთ მაგდენი ხორცი, რომ ჩვენთან ექსპორტზე გამოუშვან, ჯარისკაცებს არ უნდა აჭამონ? ხო. ჩვენს რამდენი ხორცი გვჭირდება? ჩვენიც ბევრი გვაქვს, ანუ ის არის, რაც ბრაზილიურიც იყო ხოლმე ადრე გაყინული, თურქეთიდანაც ჩამოდიოდა, ჩვენ ის იმდენს არ ვჭამთ ხა. ხო, რუსეთის ეკონომიკას აქვს ახლა აი ეს პრობლემა, რომ ესე იგი მთელი ეს ეკონომიკა გადართული არის ამ სამხედრო რელსებზე და აწარმოებს ისეთ პროდუქციას, რომელიც უნდა განადგურდეს. აი რომ და სანქციები აქვს, რომც აწარმოოს დაუშვათ რაღაც ისეთი სამოქალაქო დანიშნულების ნივთები, შიდა მოხმარების გარდა ვერ ყიდის იმის გამო, რომ სანქციები აქვს და ასე შემდეგ. აი ახლა ყველაფერი რომ სიტყვაზე ომი რომ დამთავრდეს, ხო? აი უნდა გადაეწყოს ეს ტიპები, აი მილიონამდე ადამიანი უნდა დაბრუნდეს, მიჩვეული ამ მაღალ ანაზღაურებას, ხო და აი ეს ფული ხო რაღაცნაირად ეს ფული აცოცხლებდა სამშენებლო ბიზნესს, ეს ბინების ყიდვა, მშენებლობები, ბევრ რამეს, ხო? თავდაყირადგება ყველაფერი, გასაღების ბაზრები, მოკლედ, აი ომის გაგრძელება ხო პრობლემაა, ხარჯები აქვს და ის არის, დიდი ხარჯები აქვს, ხო? მაგრამ ომის შეწყვეტაც ასევე პრობლემა არის რუსეთის ეკონომიკისათვის. კაცმა არ იცი, შეიძლება უფრო დიდი გამოწვევა იყოს აი ამ სამოქალაქო რელსებზე დაბრუნება, იმიტომ რომ ესე არ გაიხსნება ეს ბაზრები, ხო, ევროკავშირის და ასე შემდეგ. ის რომ თან ისიც არის, რომ ეხლა ცალკე პრობლემა ჯარისკაცების სახში რო ბრუნდებ, ჯერ მალე დაბრუნდები, ისინი სახშიდან ეტაროდის იქნება, მაგრამ ხო იყო თქვა აი ამერიკაში ერთ-ერთი ფილმები რაც არის ნახევარი ვიეტნამზე, იმიტომ რომ ტიპები უკან ჩამოვიდნენ, ერთია რომ ტრაუმირებულები იქ რაც ნახეს იმითი და იქ ეხა რუსებს ჯარისკაცებს ადვილი დღე არ სადარადგაც და ყველგან ცდილობენ რომ პრობლემები შეუქმნა და მეორე რომ თვითონ ტიპები რომ ჩამოვიდნენ ეხა რაც არ უნდა პროპაგანდა გასწიო რომ მართლები ვიყავით რა კაი ვქენეთ თუ რაღაცა ეს ხო არ არის დიდი სამამულო ომი ხო არ არის ან რაღაც ჩამოდიხარ და მაინც იცი რომ სასახელო რაღაცა არ გააკეთე რაც არ უნდა იმედმა რაღაცები რომელიღაც რუს მწერალს ჰქონდა ეს ქრონოლოგია აღდგენილი როდესაც ჯარი ბრუნდება რუსეთში რაფხელა საფრთხეს უქმნის რეჟიმს დეკაბრისტებიდან ის ნაპოლეონის ომებიდან დაწყებული და მერე და იაპონიის და რევოლუცია პირველ მსოფლიო ომი და მეორე მსოფლიო ომის მერე სტალინმა იცოდა რა საფრთხეც იყო და აი ევროპის ნახევარი დაიპყრო და ჯარების უმეტესი ნაწილი რაღაც მილიონზე მეტი სამხედრო იქ ევროპის ქვეყნებში ყავდა სამხედროების დიდი ნაწილს დაუტირა ეს 30-იან წლებში რაც დააკლო, მე 40-იან წლებში ძალიან ბევრი გენერალი, პოლკოვნიკი და ესეთი ამბიციური ტიპი ჩამოვიდა და ის გაანადგურა. ავღანეთის ომის მერე რო დაბრუნდა ჯარები, როგორ რეჟიმის რამხელარყევები გამოიწვია და როგორც ჩანს, ესეც იცის და ცდილობს რომ არ შეიძლება დიდხანს არ დაბრუნდეს ეს ჯარი და ყავდეს. ისა ხო ბარემ ორსი რაღაცნაირად ამომშევყევით ხო იქ სულ უკრაინის ფრონტზე ხო ყოველდღე ხო შენს ნახულობ მეც ვნახულობ და სულ მაინტერესებს რომ იმიტომ რომ სულ წინსვლა აქვს და პუტინი არის გაფხურილი რომ ისა არა ძალიან მაღალი იმის სიჩქარით და მაღალი დინამიზმით მაგრამ ნუ მაინც წინსვლა აქვს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს და წავიკითხე ბევრი ექსპერტის და რაღაც იმის მოსაზრება რუკების შედარებით და მთელი ამბებით რომ წინსვლა არის ესეთი მნიშვნელოვანი და რაღაც ის არ არის რაღაც შენელდება მოიმატებს სეზონიდან გამომდინარე, ცალკეული უბნიდან გამომდინარე, მაგრამ თვითონ რა ტაქტიკითაც ომობს რუსეთი, ხო, რაღაც ეს მოკლე ჯგუფებით, ესეთი შედიან, პოზიციას იკავებენ. სტრატეგიულად ასე, ხო, დიდი ტერიტორიის დაკავება და გარღვევის მიღწევა შეუძლებელია, ყველა ექსპერტი თანხმდება და იმაზე. ანუ, ხო, აი როგორი რაღაცა არის, იცი? შენს ეგოს იფხან, რომ რაღაც ის ტაქტიკური უპირატესობა გაქვს, მაგრამ არსებითად არაფერს სulis. ნუ ბუნებრივია, იხოცება ხალხი იქიდან, აქედან, მაგრამ და ეს თავის მოსაწონებლად და რაღაც რუკაზე საჩვენებლად, რომ შენი ჯარი წინ მიდის, მაგრამ არაფერი.
არა, არაფერი ამას უძახი, აი სტრატეგიულად აი ჩიხში არიან. ამ საქმიდან ბრძოლის ამ მეთოდებით ხო არ გამოვა არაფერი, იმიტომ რომ აი დიდი გარღვევისთვის და ესეთი მასშტაბური უპირატესობის მოსაპოვებლად საჭირო არის ეს დივიზია. როგორ ჩანს საქართველოს უნდათ ეს დიდი გარღვევა, ანუ რუსეთს აწყობს რომ ასე იქნებიან ერთი 10 წელი კიდე 4 კილომეტრი წინ, 5 კილომეტრი წინ არ ვიცი აწყობს თუ არა. ანუ მეც არ ვიცი ხა რუსეთის თავში რა არის და რა აწყობდა რა არა, მაგრამ ნუ ხოლმე ეს ვითარება რომ არ აწუხებს პუტინს ჩანს. ბუნებრივია აი ის რომ ვითომ ახლა რა მიზნებიც აქვს დასახული სიტყვაზე რომ გავიდეს იმის დონბასის დონეცკის რესპუბლიკის საზღვრებზე და იქ სიტყვაზე რომ გავიდეს იქაც ხო არა ხო ეგ არ იქნება იმის საფუძველი რომ მე ომი გააჩეროს ხო არ არსებობს იმიტომ რომ სტრატეგიულად ხო გვახსოვს რისთვის დაიწყო ომი რომ აი უნდა შეცვალოს ხელისუფლება და ის გახადოს ისევ ის ნაწილად თავისად და ეგრე არ გამოვა ეგ არის ერთი ბრძოლა მეორის შემდეგ შენ ნახე ეგ ფილმი კი ვნახე ბრძოლას მოსდევს თუ როგორ შეიძლება ითარგმნოს მე მგონი მოგეწონა შენ მე არა ისე რა სად ნახე კინოში შენ ტელეფონში ნახე ღმერთო ტელეფონში ნახე ანუ მაგრამ სათაურზე ვთქვა იქ ქონდა იქ ჭკვიან ხალხს და ენების მწოდნე ხალხს ქონდა კამათი მაღაზე და ბრძოლიდან ბრძოლამდე თუ დაუსრულებელი ბრძოლა ესე უნდა იყოს უფრო დაუსრულებელი ბრძოლა ბრძოლიდან ბრძოლამდე მაშინ მე ბრძოლას მოსდევს ვამჯობინებ ხო ეგრეა ბრძოლიდან ბრძოლამდეა სხვა ის ანუ თან ზუსტად თარგმნით ან როგორ შეიძლება ბრძოლა მოსდევს ბრძოლა ხო მოკლედ ქართულად როგორ დაარქვეს ოღონდ თარგმნეს ბრძოლის შემდეგ ბრძოლის შემდეგ არ მომწონს ფილმი არის ექშენი არის ანუ ნახევარი კი არის პოლ ტომას ანდერსონი თუ რაღაცა მაგრამ ექშენ ფილმი არის ბოლოში არის დევნის სცენა რომელიც ესეთ იმაზე მიდის რომელიც ტელეფონში თუ უყურებ ანუ რანაირად აღიქვა საერთოდ რისი თქმა მინდა რომ რა სხვა ტელეფონში რომ კი უყურებ მაგას დაახლოებით იგივე რომ ტიპი გიყვება რომ იცი რა მე ორი მანქანა ერთმანეთს მისდევს 5 წუთი და დაძაბული ხარ და თუ არ ჩაერთე და არ დაიძაბე რა დაგძაბავს არა ფილმებისგან მაგას არც ვეძებ რაღაც უფრო შინაარსი და რაღაც ეგეთი იყო გასართობი რაღაცა მე ძალიან მომეწონა არა მეც არ ვიტყვი რომ ახლა ეს დროტყვილა დავკარგე მეთქი აი შეიტყვის რომ დროტყვილა დაკარგა არაფერი ეგეც არ რა თქმა უნდა ან ბლოდ ცოტა რეალურობასთან ძალიან ის ასწენება როგორც ხშირად ხდება ხოლმე ამ კონკრეტულ ფილმს ამ ფილმზე დაწერილი გოგი გვახარიას წერილი მომეწონა ოკეი ხო ესე ხდება ხოლმე მეც მომსვლია ეგრე, მაგრამ ამჯერად არ ვიზიარებ მაგას, იმიტომ რომ ეს მქონდა. მე ძალიან მომეწონა. იცი რა არის, აი ტარანტინოს რომ გადაეღო, ბევრად უფრო ის იქნებოდა, აი ამ სიუჟეტზე უფრო შეიძლება სანახაობა. ჩემ ერთ-ერთი მაგრამ მე სანახაობაზე მე როგორ ლაპარაკობ, როცა ტელეფონში ვიყურე. ხო, ანუ არ ვიცი რა სინდისით ლაპარაკობ. ჩემ ერთ-ერთი საყვარელი ისტორია არის, რომელსაც ყვებოდა მომღერალი ფიონა ეპლი. ერთ-ერთი ალტერნატიული როკის თუ რაღაცა როკის ხალხმერთი არის ძალიან პატივსაცემი ადამიანი, ბევრი ხანია ეს არის და რაღაც ხანი იყო პოლ ტომას ანდერსონის მეუღლე. ერთად ცხოვრობდნენ და ფიონა ეპლი ყვება როგორ შეეშვა კოკაინს. რომ ხანდახანო მე და ჩემი ქმარი ვიმუშავებდით ხოლმე ვირთავდით თავსო და ერთხელ საღამოსო გადმოვიდაო ტარანტინოს სტუმრად. და მთელი ღამე სამზარეულოში ისხდნენ, ეს ჩემი ქმარიო, დეგენერატიო, ესე არ თქვას რაღაცა, ტარანტინაო კოკაინს ყნოსავდნენ და კინოზე ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ რა როგორ უფრო იცისო და აი მაგანო გადამაფიქრებდნენ, რომ მე ამას შევეშვებიო, ეს რა ყოფილა, ეს რა საშინელებაო და ხოჭი რო კითხულობდა ცალთიც მოვიჭრედი რომ ჩამსვათ ერთი საღამო რომ პოლ ტომას ანდერსონი და ტარანტინო იყვნენ დაკოკაინებული, ერთმანეთს ატოლებენ, ვინ უფრო მაგრა რაღაცა იცის, ანუ წარმოიდგინე ორივე ძალიან მაგარია მაგ ამბავში. მე ხა ტარანტინოს კაცი ვარ ცხადია, მაგრამ ნუ ამანაც ორი ქართველი რეჟისორი რომ ხინკლის გარშემო შეიკრიბება და მსჯელობს, ისე არის იქ ესე კოკაინის გარშემო მსჯელობა ფილმებზე? იცი რა ხო შეიძლება, მაგრამ რო წარმოიდგინე რომ ახალგაზრდა რაღაცა. მაგრამ ჯემალ ქარჩხაძე და ვიღაცას ხედან ცოტა სვამენ, ჭამენ გურამ დოჩანაშვილი. და იმაზე ლაპარაკობენ, რა ვიცი, მაგიურ რეალიზმზე დაიწყებენ ლაპარაკს და მე რაღაცაზე გადმოვლენ და შეიძლება არც ერთი იყო შენი საყვარელი მწერალი, არც მეორე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს გაიღებო, ესე იჯდე და უსმინო ორივენი, როგორ იმას შვებიან. ხო, ჩვეულებრივი ამბავი რო არ არის, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
მე უბრალოდ ისე გადავუხვე, ფილმი მომეწონა. ისეთი არა. თან გრძელია. 3 საათამდე ფილმია და აი გეგონება რომ საათნახევარში გაიარა. ჩკაპ ისე მიდის. კარგი, მაშინ ფილმის რომელი მონაკვეთი მოგეწონა? პირველი არის, როდესაც ის დედა ახურებს და დადის. პირველი აქტი, ხო, როცა მე დედა გაქრება და მე სხვა რაღაცეები. შონპენის პერსონაჟიც. მაგარი პერსონაჟი იცის იმ კაცმა თამაში. აურა საშინელი ტიპია, ხო. მეთქი ამას, თან შონპენი რო ჩდება ხოლმე, ამას ვიცნობ, ამასთან დამილევია. იმიტომ რომ იმაზე ხო იყო ზეგზე ჩამოსული და ხა ერთად არ დაგვილევიათ, მაგრამ დაგვილევია, მაგრამ მე ვთქვათ, აქეთ ვიდექი, ის იქით იყო და ის წყალს სვამდა და მე ღვინო ავიღე, მაგრამ ერთად დავლიეთ არ ქვია მაგას, ანუ შეიძლება რავი, ერთი ოთახის იქით კუთხეში იყო და მე აქეთ კუთხეში. მაგრამ აი ძალიან ხელოვნური და გამოგონებული სამყარო ხო არ არის? არის ეგეთი განწყობები და რაღაც აი ეგეთი სეგმენტი მაინც მთლიანად ამერიკა თუ არა რაღაც ის. გეტყვი რა არის? არა, მე არ ვამბობ რომ არ შეიძლება, მაგრამ ეგ არის გამოგონებულში ქონდათ პატარა აცდენები. ან თუ ეგეთია ეგ სამყარო, ის გენერალი თავიდანვე რატო არ მოკლედ ბევრი ჯერ ერთი, ანუ კი არის კარგი ფილმი ყველაფერი, მაგრამ ექშენ ფილმი არის და რეალისტური და რაღაც ალბათ არ არის. მეორე, ეგ არის ტომას პინჩონის რომანის მიხედვით გადაღებული. სადაც მოქმედება ხდება 60-იან და 70-იან წლებში. ეგ აცდენა არის იმ პროზა 70-იანებში და 80-იანებში და განსხვავება ეგ არის 70-იანებში ამერიკაში თქვა ვეზერმენ და ვიღაც ტერორისტული ორგანიზაციები ვედრომანეთად იყო, რომლებიც დადიოდნენ, აფეთქებდნენ რაღაცებს, ხალხს ხოცავდნენ. ეხლა 16 წლის წინ არ იყო ეგეთი, მაგრამ ნუ მაგაზე არ არის, უფრო იმაზე არის, რომ რაღაც დოზით ეს განწყობებიც შეიძლება დაბრუნდა აი თეთრების ისა ჩაგორელობა და ეგეთი შონპენისნაირი ესეთი სასტიკი ტელევიზორში ლაპარაკობენ მაგას ჯერ რა და ანუ ის არის რომ იქ არის ერთ-ერთი სასტავი არის რა ქვიათ რაღაც შობის გაერთიანება თუ აღარ მახსოვს ინგლისურად როგორ ქვია, მაგრამ რა რასისტების გაერთიანება, რომლებიც მიწის ქვეშეში იკრიბებიან და რაღაცებს პლანავენ. მეორე რუსული სიტყვა ვთქვი მეორე წინადადებაში და ჩემთვის სულ ერთია, იმიტომ რომ რამდენსაც მინდა იმას ვიტყვი. რომელიც ახლა გაშარჟებულია, სასაცილოა და რაღაცა წმინდა ნიკოლო და სეინტ ნიკ ჰეილ და რაღაცებს ამბობენ, მაგრამ ეგეთი ხალხი არიან, რომ იკრიბებიან და რაღაცებს რო გეგმავენ და მდიდრები არიან და არ უყვართ ისინი ჩავკანიანებენ. და არც ყავისფერკანიანები და არც წითელკანიანები და არც რაღაც. და როგორც ჩანს არც თავისიანები მიახჩობენ იქ. ახლა სპოილერები, ოღონდ ვის და რატო მაგას არ ვამბობ. არ დაასპოილერო, მე სპეციალურად უნდავნად ვლაპარაკობ ხოლმე. და მაგიტომაც რომ დავინახე გოგის რეცენზია, სათავე წავიკითხე და მეთქი ფილმს ვნახავ და მე წავიკითხე, იმიტომ რომ არაერთხელ უქნია რომ პირველ აბზაცში დავსპოილერები. სწორად მოქცეულ ხარ, იმიტომ რომ მე ნანახი მქონდა. არა, მე ნანახი მქონდა. და ნუ ახლა გოგის იმებს ისედაც ვკითხულობდა. ახლა მისი აზრი განსაკუთრებით დამაინტერესდა ამ ფილმზე და წავიკითხე. აი ეს დეტალურად ყვება. დეტალურად ყვება. ხო გეუბნები ეს ჟანრიც, ლიტერატურული ჟანრიც არის. სულ შეიძლება ამ ჩვენს ეთერშიც მოგვიყოლია. ანუ მთელი ხელოვნება არის ფილმის მოყოლა. აი ესეთი არგენტინელი მწერალი იყო მანუელ პუიგი, იმას აქვს ერთი რომანი, სადაც ესეთი ციხეში ორი ტიპი არის, ერთს დავალებული აქვს მეორის მოკლა და ის რაღაცა ესეთი იმაში 1001 ღამესავით ის მსხვერპლი რომელიც უნდა მოკლას, ის კინოს სინეფილი არის რაღაცა და უყვება ამ მოძალადეს შეგზავნილ ტიპს, რომელმაც უნდა მოკლას, ნამდვილ და გამოგონილ ფილმებს. არა, მაგარია. უყვება და ისიც რუდინდელი ციგნი ჩვენ ბავშვობაში ეგრევე ცხოვრობდით ერთმანეთის ფილმებს უყვებოდით ვიზას ნანახი ქონდა რა. აი მე მეგობარი მიყავს ბადრი გვარამია და იმის ახლაც რო გვაქვს მახსენდება ხოლმე როგორ გვიყვებოდა ახლაც მეცინება ხოლმე. მან უყურა პირველმა ეს იმას დისნეის მაუგლის. ჩვენ ხო საბჭოთა ბავშვები გაზრდილი ვიყავით ამ რუსულ მაუგლის, რომელიც ასევე კლასიკაა და ძალიან მაგარია, მაგრამ იქ ხო უფრო ის არის და მოკლედ როგორ გვიყვებოდა და მახსოვს უკვე დიდებიც ვიყავით ის რო არის პრედატორ ხიშუჟოი არა ხიშნიკი აი ეგ ნახა კინო მერცხალი იყო რუსთავში და ეგ აუ მაგას ყვებოდა ესე იგი ახლა ვერ მოყვებია ძალიან სასაცილო არის და ხო და გოგისაც ესე ქონდა მეც უბნელად სადღაც ვისვენებდი და ეგ ტიპი ყვებოდა რემბო 3-ის შინაარს რომელიც გამოსული არ იყო მაგრამ მაშინ იყო ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის დრო არის და ესე ყვებოდა რომ მოსკოვში ჩადისო და ბოლოში ესე ლენინი გამოაქვსო მავზოლეუმი და ესე მდინარეში აკდებსო რემბოსო იყო აბსოლუტური პირველი რემბო გინახავს
პირველი სისხლი. პირველი სისხლი. როგორ არ მინახავს? რომელიც სულ მეგონა რომ რემბო ეგეთი ფილმი სადაც დადის და სულ ყველას ხოცავს და პირველი სისხლი არის ისეთი. არა, ეგ ფილმი კაი. ისეთია რა. ვიეტნამის თემატიკაზე, ვიეტნამის თემატიკა, ტრაუმაზე და რაღაცაზე და წყალქვეშა დინებები და ეგეც არ არის რომ ყველას ხოცავდეს გარბის ტიპი და მისდევენ და მე მგონი რაც რამდენიმე ადამიანს კლავს. და ასევე მტაცებელიც, ანუ პრედატორი. თავის დროზე პრედატორი და რობოკოპი არის ეგ ორი ფილმი, რომელიც უბრალოდ უყურებ და პატარა რო ხარ გონია რომ ის არის ბაევიკია. და რეალურად ორივე არის სატირა არის თვითონ ბაევიკებზე. განსაკუთრებით რობოკოპი, რომელიც პირდაპირ ის არის ვერხუენია და ეხლა რო უყურებ რაღაცა კაპიტალიზმის კრიტიკა და ეს რაღაცა მთელი ისინი ანალოგიები და პრედატორიც არის რომ ესენი კუნთებიანი ტიპები, ყველაზე უფრო მაჩო ერთმანეთს რომ კუნთებს ატოლებენ, მე რამ ხელა მაგ შე რამ ხელა რაღაცა ბოლოში აღმოჩნდება რომ არნოლდი რითი იგებს სპოილერი, მაგრამ ძველი ფილმია ჭკუით. ძალით ვერ აჯობებ იმას. და გოგის მე მოყოლი მაგ ესეც მაგრამ გავიმეორებ რომ ხერხის ჯობია ღობესა. რაც ინგლორიუს ბასტერდსი გამოვიდა ტარანტინოსი და შემდაჭირა ჯერ გოგის წავიკითხე ანალიზი, სადაც პირველი აბზაცის ბოლოს იყო რომ ფილმი რომელიც ბედავს რომ ჰიტლერი მოკლას ბოლოში და მეთქი ანუ აი სპოილერები არ იმას მიშვება არაფერს მაინც უყურებ მაგრამ ეს მერჩი უნდა რომ არ მწოდნო და იმიტომ რომ ხოჯი რო არიცი უცებ მოიცა კაცო ესენი რაც როგორ ჰიტლერს კლავს ოხერი კიდე რა ესე სცენა ძალიან მომეწონა. ერთ-ერთი საუკეთესო დევნა იყო, რაც რა მინახავს და თავიდანაც რო გარბია ზევიდან გადაღებული რაღაცა. იცი რა არის ჭიშიო რა არის პრობლემა რომ ზოგჯერ გინდა რომ ფილმი იყოს ერთ რამეზე და ცალსახა იყოს მესიჯი რომ აი რაღაც მეგობრობა გზადახიდა და ამაზე ან რომ აი მემარცხენე ხედვა მემარჯვენე ხედვა და ხან უბრალოდ ამბავი არის რომელშიც შრეები არის ბევრი სხვა რაღაცა დაინახო რომ თქვა აი ნამდვილი რევოლუციონერი ვინ არის ვინც ჩუმად და დალაგებულად საქმეს აკეთებს ბენისიო დელ ტორო რომელსაც თავისი რაღაცა აკაწყობილი და ამათგან განსხვავებით რომ დარბოდნენ და მეოთხე ისა ვარ იადონი ვარ და რაღაცა ტიპი თავის საქმეს ძალიან ესეთი კარგი პერსონაჟი არის ესეთი სავსე და თან სასაცილო ფილმი იყო ეხლა რაღაც მომენტებში ხმამაღლა ვიცინოდი და თან ის ჩემი გადმოსახედით რომ გამოვედი მეგობრებთან ერთად ვიყავი და მე რა უთხარი იმან რაღაცა ვერავ მაგრამ ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟი ძალიან გავაიგივე დუდთან ბიგ ლებოვსკისთან იმიტომ რომ ჯერ ეგრევე აცვია და რაღაც მომენტში წევს და მას ეწევა პლანი არის ჩამწვარი ესე და პინცეტით უჭირავს და ეწევა რომელიც მარტო დუდი მინახავს რომ მაგას აკეთებს და მეთქი ახლა კოენები ნანახი იქნება პოლ თომას ანდერსონზე შემთხვევით ხო არ არის რომ ამას აკეთებს და თან დუდი არის ასევე ყოფილი რევოლუციონერია იქ ერთ-ერთი იმას უყვება რომ მე სიეტლის 5-ევლის თუ 7-ევლის წევრი ვიყავიო და თავიდან იმ განცხადება ჩემი და წერილია ოღონდ თავიდან რადიკალური რომ იყო ისო და არის ძალიან ბევრი პარალელი ამ პერსონაჟთან და მე დაგუგლე და ხო რავი უწერიათ და თვითონ ლეოც ამბობდა რომ მე მგონი იმისთვის შთაგონებისთვისო უყურეო ბიგ ლებოვსკისო და მეთქი ეგეც თქვენ რაღაცები მე შემიძლია რომ დავინახო აბა ავწერ თუ არა ამას ეს ხდება ხოლმე. ხდება ხოლმე. ეს არის ხო. ნიკო. ვითომ იყო? იცი რა რომ გამოიღეს თავიდან მაცივარში თუ არის პამიდორი ამაზე და ესე იყო და მეთქი ავწერთ ხო და მანამდე მუშაობ. არა მე იქ მაცივარში დაბალი ტემპერატურა აქ მაღალი გათბა და ის შეჭიდება თავიდან იმუშავა გარკვეულ ეტაპამდე ფიზიკა ეგეთია ესია გარკვეულ ეტაპამდე ყველაფერი მუშაობს ნიკო ხოჩა ჯიმი უცებ დავინახე რომ ეს საჭეს ორი ძლიერი ხელი მოკიდე და ესე გზაზე დააბრუნე საიდანაც მაგრამ აი როდესაც კოლბოხებში ვიყავით გადასულები იმ ზღვრის ეტაპის გამოცნობაა საჭირო როდესაც უკვე ყველაფერი აღარ მუშაობს რაღაცები ისე მუშაობს ნიკო რისი თქმა მინდა აი პაროლს ვერ ეუბნება თუ დავიწყდა ხო მაგრამ ესე სპოილერი გამოგვივა და ნუ ტრეილერში ამიტომ არ აუშავ ძალიან დიდ ტრეილერში რაც არის მაგას იმას შევი ხოლმე შენ ვიცი რომ ფეხბურთის დიდი ესეთი თავგადაკლული კომაგი ხარ კიდე ფეხბურთზე ვილაპარაკო არა არ ვილაპარაკოთ არ ვილაპარაკოთ ორი სიტყვით ვთქვათ ნუ ახლა გინახავ შენ ეგეთი შემთხვევა რომ სტადიონზეც ფეხბურთელები იყვნენ და პრეზიდენტების ლოჟაშიც ფეხბურთელები ხშირად ხდება ეგეთი ამბავი
ხო და იცი შევრაზე ელაპარაკი ანუ მე არ ვიცი ფეხბურთს უყურებ თუ არა შენ თავისუფლად შეიძლება რომ არ უყურებდა ესეთ ტიპი ხარ ერდოღანი ძველი ფეხბურთელია ახლა არ ვიცოდი მე ვიცოდი რომ ის იყო მომღერალი ფეხბურთელი იყო ადრე რომელი მომღერალი იყო ფეხბურთელი ადრე ისა ბოდიში და ხულიო იგლესიასი იყო რაღაც ის კარგად რაღაც რეალის მეკარე და რაღაც იგი ხულიო იგლესიასი უკეთესი ფეხბურთელი იყო თუ ყაველაშვილი ყაველაშვილს რეალში არ უთამაშია მე მგონი არ ვიცი ახლა ყაველაშვილი ისა მე იმ იგლესიასის თამაში არ ვინახავს ხო ყაველაშვილის თამაში არ მე ხო და 4-1 წავაგეთ და მე გულში ესე გავიფიქრე რომ ახლა ამ რა ქნა ამ ქართულმა ფეხბურთელებმა ყველა სფეროს ვერ გაწდებიან ფეხბურთს, პოლიტიკას, ძალიან დიდი მონაწილეობა აქვს ორივეგან და ერთ-ერთს უნდა მიხედან მე მგონი. ანიკო, ერთ-ერთ სერიოზულად, ერთ-ერთ ჩვენ საქართველოში რადოზითაც ფეხბურთელები პოლიტიკაში მონაწილეობენ, ნუ არ ვიცი. ქვეყნის პრეზიდენტი და დედაქალაქის, ნუ ნახევარი საქართველოს არჩეული მერი არის ესეთი ფეხბურთელი. ნახევარი საქართველოს. ხო, მე ახლა სხვა სპორტი არა, თბილისში არის ნახევარი საქართველო რა. ესეა, ნუ. ეგრეა. არ არის სახუმარო, ხო. არ არის სახუმარო. მოკლედ ჩამოყალიბდნენ მაინც მოიფიქრე, მაგრამ ჩამოყალიბდნენ ეს ფეხბურთელები, ფეხბურთი თუ პოლიტიკა. მე ხო იმას არ შვები, ანუ როცა ესე ტალღა იყო, მივდიოდი გარეთ ვიჯექი უყურებდი, ანუ კი ვინმეს რამეს არ ვამადლი შენ გულშემატკივრობას იმას ვამბობ, რომ არა, როგორც წესი არ უყურებ ფეხბურთს, მაგრამ როცა ის იყო რა ევროპა რაღაცა, ამიტაცა მე ღამე ესე ვიძებოდა რომ რაღაცა და ეხლა რო უყურე ამ თამაშებს აღარ შევხედავდი, მაგრამ სანდრო ჩემი შვილი ისე არის ხოლმე ის აგვაქვს რაღაც ჩიპსები ამაქვს და შეგვარ და იმას უყვარს თან და რაღაცებს დრო ამბობს ხოლმე რომ ეს მეჰმედ ეფენდი თამაშობს კაიზერსლაუტენში თუ რაღაცა და მეთქი გაიცანდრო რაღაცა ხო ორივე მოვიგონე, მაგრამ ნუ იცის რა არ ვიცი თურქების გვარები ის ოზილი ვიცი ოზილი ხო არის თურქი თუ გერმანელი გერმანიის ნაკრების ის იყო თურქული წარმომავლობა ხო და კიდე ვინ არის? არ გინდა, ნუ ახლა ბევრი არიან, რა გინდა, მაგრამ მითხარი გვარი, თუ ფეხბურთზე ლაპარაკობ, ფეხბურთელი მითხარი ახლა თურქეთის ნაკრების. მინდა რომ ჩაგჭრა, მე გავტეხეთ თებში და შენ მითხარი თურქი ფეხბურთლის გვარი. ფეხბურთლის შეგნებული თქვი. რეალის ვარსკვლავი რო არის კაცო. პატარა ბიჭი. ძალიან კარგი. ეს ძალიან გაიზარდა. ამინი ამალი. არა, იამალი კაც ვარს. ხო, მოკლედ რა გინდა, ნიკო, ეს ახლა სოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი იყო ესა. ნუ რთულია რა, აი 4 გუნდი არის და ამ 4 გუნდი ახლა ესპანეთს იმას უსვამს. ესპანეთი და არც ევროპაზე არ იყო გასვლა მარტივი, მაგრამ გავიდნენ. ხო. კი. და ახლა მე რაც თამაშს უყურე, ის იყო, არ იყო სასიამოვნო საყურებელი თამაში, რომ ახლოს იყო და 4-1, მაგრამ თამაშს არ ასახავს თუ რაღაცა. ყველაზე ცუდი ეგ არის, იცი რა არის, რომ მაინც ნაკრები არის, მესმის რომ ახლა რაც შეუძლიათ რუსებს უზდელური გამონათქვარი აქვს და თავზე მოთ ვერ გადახტებიო. მესმის რომ ობიექტურად უფრო ძლიერი გუნდი არის ესპანეთიც. ბოდიში. მიგვახვედრე ვინც არის. თავზე მოთ ვერ ახტებიო? რაც ის არის, ხო. ხო, ვერ ნიბრიგნიშო თუ რაღაც. უზდელური რატო არის მაგას ვფიქრობ? ვიშე ხუია ნიბრიგნიშო ესია და. ოკეი, ოკეი. მე მგონი თავზევით ძალა აღმარცხავს არ არის უზდელური. თავზევით ვერ ახტები. რაც არ უნდა იხტო. არ ვიცოდი, ანუ არ მინდოდა ის. მაგრამ უყურე ესპანეთთან რაღაცნაირად ცუდი ის აირჩიეს რომ დიდი ანგარიშით არ წაეგოთ, წაგება შეგუებულები იყვნენ და უსაზღრესი თამაში იყო ალბათ ესე არ უთამაშია. არ ვიცი არც. თურქეთთან ითამაშეს ლაღი ფეხბურთი. თურქეთთან მოსაგებად გავიდნენ, მაგრამ მაინც ეგეთი ის გამოვიდა. კაცოს გულიტის მოგონილი იყო სექსუალური ფეხბურთი? მე მგონი გულიტი რო იყო მწვრთნელი, ცოტა მაშინ ფეხბურთს უყურებდნენ. იყო პერიოდი ჩემ ცხოვრებაში, რომ ფეხბურთი ძალიან კარგად ვიცოდი. ხა ალფერი აღარ. ხო, მეც არ ვიკლავ, მაგრამ ისა ფეხბურთის თამაშიც მიყვარდა რაღაც თამაშო. უყურებაც მიყვარს, მაგრამ აი ესეთი გადამკვდარი გულშემატკივარი რომ ვადევნებდე და პულს ემედოს არა ვარ. გულიტის თამაში მახსოვს ძალიან კარგად. მისი მწვრთნელობა ისე რა. ნუ, ამიტომაც რომ არ გაამართლა მის მან. იმას ვიზამ კომენტარებს წავიკითხავ. შეიძლება? ბრძანეთ. მე აქ თემები არ მომიწურავს, მაგრამ შენ თემებს არაფერი. ჩემი თემები არ მოიწურებ. არა და არ მოიწურა მის თემები. მე შემირე ხომ რომ ჩავწერო განკითხვის დღე და ისე ვიპოვო, მაგრამ მე შევდივარ გამოწერილ არხებში. მე ვეძებ რადიო თავისუფლებას, მე ვსკროლავ ქვემოთ და ეგრევე პოულობ ხოლმე. ზოგი რო არის, ხო იცი რომ Google-ში რო ჩაწერს gmail.com და მე იქიდან რო გადადიან, იმიტომ რომ
ეგრე აწყობთ რა, ეგრე აქვს. ფინეთის საგარეო მინისტრი დააჯარიმეს ნიკო რამაზალუ არის. აბა რას მიდიოდა აქციაზე თუ არ უნდა დააჯარიმო. ჩვენ თუ გაჯარიმებენ ის რა თუ არ უნდა დააჯარიმო. ისე როგორი რა. უგულოდ გიპასუხე ამ ამაგაზე აზრი და არა, არა. ძალიან მაზალუ არის. აი ახლა ქუჩაში ვინც გასულია და აპროტესტებს თითქმის 1 წლის განმავლობაში და რაღა ითხოვს და რაღაც ესე იმაში არის პროცესში არის ხო ცდილობენ რომ ეს თავიანთი ხმა მიაწვდინონ თავიანთი სიმართლე მიაწვდინონ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მეტ ქვეყანას მეტ ორგანიზაციას აი ამაზე უკეთესი გზა და საშუალება რა უნდა იყოს ახლა მიაწვდინეს მე ზუსტად გაიგეს იქა რომ აი აი ახლა ხო წარმოგიდგენია არა 200-როვანი მესიჯი წამოვიდა აქედან რომ ნუ ჩამოდიხართ საერთოდ დაგვანებეთ თავი ანუ არ გვინდა თქვენი არაფერი ისინი არიან რომ ხო იცი გიყვარხარ თუ კიდევ არ ამბავია რომ ისინი გვეკითხებიან ჩვენ არა იმას მთავრობას რომ გიყვარვარ თუ კიდევ იქნება ცოტა შეგეცვალათ და ცოტა შევარბილებდით და ვიზუალიზაციას არ დავაპაუზებ და მე არა და კიდე რა გამახსენდა? კი. სად არის სტუმართ მასპინძელი? სად არის შინაგან სამინისტრო? არა. დევიდ ლირუ არის. გაქვს მაგის ისინი კომენტარები. ყველაფერი ოპოზიციის ბრალია. მომეტინგეების ბრალია, სულ ესეთი იმებს. ხო გასოს მაგთის დირექტორი რო იყო, ძალიან ეგეთი ის არის აქტიური ხელისუფლების ხარდაჭერი. რას ვამბობ ნიკო, იცი, გახსოვს ის ლავროვის ნათესაობას ქორწილი რო ქონდათ იქ კახეთში და მთელი ამბავი რო იყო და სტუმართ მასპინძლის წესი და ან ვაჟა-ფშაველა არ წაგიკითხავდა რაღაცა და ახლა აღარ არის სტუმარ მასპინძლის წესი, ვინ გააუქმა? მე რატომ მიყურებ? ანუ მე რაღაც მგონია რომ მე ვარ დამნაშავე იმაში რომ დავაჯარებ ეს კალი. შენც მაჩვენებს ნიკო. რაც ხალხია, ის მთავრობა. წინა გადაცემა შენ არ ამბობდი ჩვენ ბელარუსი არ ვართო? ჩვენგან ბელარუსი არ გამოვაო? არ ამბობდი ხო? ამბობდი რომ არა თქო. უარესი გამოვა თქო. ვიღაც შენი თანამოქალაქე ხო ამბობდა? ბოლოს 5 წუთია რომ რაღაცებს ვამბობ, მაგრამ აზრს არ ვატან და უბრალოდ სიტყვები ამომდის, ისე რომ მკითხო რომ 2 წუთის წინ რა თქვი, მაინც არ მახსოვს. ასე რომ გასხივოსნებული ხარ ნიკო. ვემიჯნები ჩემ ნათქვამებს ბოლოს 3 წუთის განმავლობაში, იმიტომ რომ რაღაცები თქვი, მაგრამ ხანდახან ხო არის რომ ლაპარაკობ და სალოსი ხარ ნიკო. სალოსიც ვარ და პოლიტიკური ესეც. ოკეი, მოკლედ ტოპ კომენტარებს ჩავხედავ. წინა გადაცემაში ვლაპარაკობდით 4 ოქტომბრის მოვლენებზე და იყო ეს რომ ვერაფერი ვერ გავიგეთ თქო. და თურმე აღმოჩნდა რომ ყველაფერი გაიგო? ნინუც ასიკწეს რომ ამ პოლიციელების ხალხის მხარეს გადმოსვლის ილუზიიდან იქნება გამოვიდეთ როგორმე 2003-ში თუ გადმოვიდა პოლიცია ხალხის მხარეს მაშინ ცხელძაღლს დავესესხები და ფეხსაცმელში წყალი შეძდიოდა და ფენომენი ხაჭაპურის საყიდელი ფული არ ჰქონდათო 2003-ში პოლიცია ხალხის მხარეს არ გადმოსულა ეგ საიდან რა ის არის არ ვიცი შეიძლება ვიღაცები რაღაც დროს გადმოვიდნენ როცა უკვე ფეტა კომპლი იყო და უკვე შესული იყო ხალხი იმაში რომ მე აღარ უსროლიათ მაგრამ არ იყო ისე რომ ესენი პარლამენტში შედიოდნენ და უცებ პოლიციელებმა თქვენ ხარეს გადმოვედით. შეიძლება ვიღაცები გადმოვიდნენ კიდევაც, მაგრამ ეგ რაც მარტო ეგ არ ხდებოდა. ახლა ფეხსაცმელიც კარგი აცვიათ, ფენოვანის ფულიც აქვს, ოჯახებსაც არჩენენ და იდეოლოგიურადაც მშვენივრად არიან დამუშავებული. ხოლო ერთეულები ვიცი, ვინც პოლიცია დატოვა პროტესტის ნიშნად, მათაც აშკარად განსხვავებული ბექგრაუნდი ჰქონდათ, ვიდრე მასობრივად აქვს პოლიციის თანამშრომლებს. დავიკითხე იმის გარეშე, ანუ მე ხანდახან ჭირს ხოლმე რომ კომენტარს ვკითხულობ და კამათის ტონით პასუხობ, როცა არ ნინუცა ბოდიში არ მიგულისხმია რომ კამათი უნდა დამეწყო, უბრალოდ სადე რომ ჩემი ესეც შემომეწონა. ყველას გონია რომ რაღაც რიტორიკული ხერხი გაქვს, მიყავს ესე იგი ტემპერატურას უწევ და მე გადადიხარ სხვაზე. ხო, არ იყო ესე. წინაზე ასევე ვახსენეთ რომ ხანდახან რომ გამოიძახებ პატრულს და არ მოვა არასდროს და როცა მოვა უკვე გაბლახენ უკვე ვითარებაო და გვანცაბერძენიშვილი იხსენებს რომ მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა გაჩერებაზე ვიდექი შუაში პატრული და მეორე მხარეს ჩხუბი. დახოცეს ერთმანეთი მთელი გაჩერება უყვიროდით ჩხუბია თქო. პატრულმა მანქანა მოატრიალა ავტობუსს რაღაცა უთხრა და წავიდა. მეორე შემთხვევაში თავისუფლებაზე ატყდა ჩხუბი, მე თავად მივედი პატრულის თანამშრომელთან, მადლობა გასაგებიაო და სხვა მხარეს წავიდა. ვერ გავიგე პატრული? Spotify-ზე აღარ ვარ, იმიტომ რომ ნედოვიკო ვერ გვისმე Spotify-ზე. აშენ გულს უხარიათ არ რომ გიყურებთ, ან Spotify-ზეც ვართ, მაგრამ მირჩევნია დაგინახოთ ვიდრე გის. დიახ. ორი
ყალმით ნახატი აპოლონი და შენ უფრო ვინიშნებოდი დიონისი. სოსო ფილმსმა ჯიმის სახე იტევს სათქმელსო, დიახაც. მაშინ ეს რევოლუცია რაც იყო დაგეგმილი და რატომაც გამოვიდა, რაც გამოვიდა, ჯიმის ვარიანტი მგონია მეც. არ ვფიქრობ, რომ რაიმე ტრუკი იყო ოცნების მხრიდან, არც იმას, რომ შეთანხმებული იყო, უბრალოდ თავის შეხსენებისთვის თუ თავისი აქტუალობის გაზრდისთვის მოხდეს აქციაო. თუმცა რამდენიმე სხვა კომენტარი ასევე ყველაფერს რო არ ჩამოვყო, ისინი სწორედაც რომ მიიჩნევენ, რომ დაგეგმილი იყო. არ ვიცი, ახლა მე კიდე ესეთი ისიც გამიჩნდა, რომ აი რაღაც კომპონენტები მიიტანს, აი მაგალითად ერთ ოთახში რომ მოიტანო და ბევრი რაოდენობით, ესე იგი ბენზინი, ასანთი, დენტი, ქაოსი შექმნა და შენ უყურო შორიდან რომ იქნებ რაღაცა და მოხდეს. არ ვიცი, აი ვერ სულ ფიქრობ, რომ აი რა ჩანაფიქრი ქონდათ. ან რა ჯანდაბას ახლა მაინც რატო არ ამბობენ? რა საჭირო ამ ბუნდოვანების შენარჩუნება? რა ქონდათ ჩაფიქრებული? რა უდგას ამას? უბრალოდ არ იმსახურებს ეს ამდენი 1000 ადამიანი, რომ მარტივად ხო განმარტონ, რომ აი რა მოხდა, რა იყო, რა ჩაფიქრებული იყო. ეს ხო ის არ არის, არა ჩვენ წელთაღრიცხვამდე სიტყვაზე რა მოხდა სადღაც, ხო? და რომ რაღაც უნდა ხო არქივში იპოვდა. რა იყო ყველა ცოცხალია ღმერთმა ჯამთველად და კარგად ამყოფოს. თქვი რა შელოცვა ეს სიმართლეზე. აი ეს ზოგადადაც ესე არის. ადამიანი რაღაცას აქტს ჩაატარებს. ხო? აი მთელი მუღამი ისა აქვს ამ იმას ქმედებას, რომ აი შენ ამ შენი ქმედებით რაღაც მესიჯს გზავნი, მაგრამ არ ამბობ და არ არქმევს სახელს. აი სულ მახსენდება ისა აი ტერაქტი სიტყვაზე ჯაბაიოსელიანი რო ააფეთქეს და ის ტიპები ვინც ყავდათ ამ აფეთქების გამო დაკავებულები ბოლომდე უარყოფდნენ რომ ჩვენ არ გავუკეთებია ამ დროს ხო ცუდია ხო ტერაქტია და მით უმეტეს რომ მე ის ხალხი დაიხოცა იქ კიდე ბავშვი დაიხოცა და რაღაცა მაგრამ ნუ რა ვიცი აი თავი გადადე ამ ხელ ამბავზე წახვედი და ეს ნაბიჯი გადადგიდა დაარქვის სახელი რატო გააკეთე რისთვის გააკეთე ხო რაღაც ის შინაგანი წესერების ამბავიც არის ესეთი რაღაცა ეგ ზოგადად მიღებულია ხოლმე ჩვენთან პოლიტიკაში ყველა ხელისუფლების მხრიდანაც და აქედანაც რომ მე ვიტყვით თუ საჭირო იქნა თქვა კობახიძე ამბობდა ხოლმე რომ აი ვიღაცამ გითხრა deep state-დან ზარი გაისმა და ვინ იყო და მოვა დრო როცა საჭირო იქნება და აქედან ხედან იციან ხოლმე რომ ეხლა რა მალაპარაკოთ ყველაფერს ვიტყვი თუ რამე იცი შეჩემა ეხლა გითხარი ანუ ვის ზეგისთვის რატომ მიდებ მით უმეტეს თუ პოლიტიკოსი ხარ და მეუბნები რომ რაღაცას მიმალ ეს ტყუილია ხო იცი სიმართლის არ თქმა ტყუილია ხო რა საკვირველია ხო და აი ახლა რატომ უნდა იყოს ეს ბუნდოვანება და ეს კამათი და დავა რომ აი რა იყო და რა მოხდა და ეს ხო აი თქვა silent chaos music წერს რა გეგმა რის გეგმა ბიზნეს დაგეგმილ მოწყობილი იყო ეგ ყველაფერი ანუ არ ვიცი მე იქ არ ვიყავი დაგეგმვის დროს მაგრამ შენ რასაც ამბობ ეგ ყოველთვის აჩენს სპეკულაციების და ვარაუდების ფართო სივრცეს. არა, უყურე როგორი რაღაცა არის. ეგ შეიძლება ასპარეზს უქმნის. შეიძლება თამაში ხო იმან მოუგო ამათ და ამათ რომ ეგონათ რომ რაღაც ის თავის ჭკუაზე ატარებდნენ ვიღაც ტიპებს სინამდვილეში პირიქით იყო. აი როგორ გითხრა, სატყვარაზე რო გგონია რომ ესე იგი წამოაგებ ვიღაცას და ამ დროს შენთვის არის ის სატყვარა და შენ დაგიჭერენ ხო აი ესეთი კომბინაცია მესმის რომ აი თქვას რომ მე ამას ჩალიჩობდი მაგრამ მომატყუა მოვტყუდი ან რაღაც არასწორად გავთვალე ან იქნება სულაც არ არის ეს არასწორი გათვლა შენ გულწრფელად მოყევი თქვი რა არის და ან თქვათ folklore-ის ვერსია თუ გავიზიარებ რომელსაც ეხავე წავიკითხავ და შენი წინა კვირასნათქვამისგან შორს არ არის მოკლედ არნაირი გეგმა არ ქონდათ ოფისში სერიალში მაიკლ სკოტი რო ამბობს რომ ხანდახან წინადებას ვიწყებ და წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა დავამთავრო ზუსტად ეგ იყო მთელი დღე იმედი ქონდათ რომ რაღაც სასწაული მოხდებოდა ან გზაში მოიფიქრებდნენ რა უნდა ეკნათ მაგრამ ვერ მოიფიქრესო და ამ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ არ ლაპარაკობენ იმიტომ რომ მაგას ხوار ეთქვიან რომ იცი შევკრიბეთ ხალხი თქვით რომ ქონდა გეგმა და არ მოვიდა გზაში რაც ინსპირაციას ველოდით დილას გავიღვიძებდით და ხო რა ვიცი აი ხო შეიძლება ესე თქვა რომ გეგმა არ ქონდა
მთელი სულით და გულით მინდოდა რომ აი სიტყვაზე 100,000 კაცი ქუჩაში გამომეყვანა და ეს 100,000 კაცი ადამიანი ერთმანეთს რო შეხედავდა ერთმანეთის ძალას რო ირწმუნებდა თვითონ აიღებდა ამ პროცესის სადავეებს ხელში და თვითონ გახდებოდა ამ პროცესის ზოგადად მან ისა რომ პროცესი იყო რომ ტრიალებდა მშვიდობიანი დამხობის გარეშე რომ პროცესი რა არა მშვიდობიანი დამხობის ანუ რა გინდა შენ არა მშვიდობიანი უნდა ყოფილიყო აბა არჩევნებს მოაწყობდნენ თუ არ ვიცი მოკლედ მე ხალხი მერჩის შენ ხო ახალგაზრდა ხარ YouTube ყურზე გვხვდება მე რო YouTube-ს ვამბობ ყველას ყურზე გვხვდება მერჩიან და ეხა გვანძიმ და მეწერა შენ რატო გამოიჩინე ესეთი პრინციპულობა გამოვიჩენ იმიტომ რომ გვანძი ამბობს რომ YouTube-ს მივეჩვე და ახლა Facebook-იო და Facebook-ია ბუქი უნდა თქვა Facebook-ი No არავარ კომპრომისებზე წამსვლელი ამ საკითხთან დაკავშირებით არ მივიდი არამაზე კომპრომისებზე ვინც მიდიხართ ესე იყავით რომ ხო Facebook-ი ინგლისურად ესეა ტექსასში ვიყავი CK ნიკო ნონკონფორმისტია ცნობილი და ახლა ანუ კონფორმისტიც ვარ ხა თუ ესე გინდათ რომ YouTube-ი იცი იდეაში რომ TH-ი თუ არის T-ად გადმოდის, მარტო T თუ არის T-ად გადმოდის. მე თქვათ ყველაფერს ეგრე არ მიყვება ხოლმე წესებით და ხან ისე მკვიდრდება და ხან ასე YouTube შეიძლება იყოს. DH-ი რა რედაქტორები და YouTube-ს თუ Tubes ის შვებოდა და მეთქი არ უშვები მასე. ის მეგონა რომ ეგრეა სწორი. რაც იმან კაცსაც იცის, მაგრამ ნუ რაღაცა როგორც ყურზე მოხვდება და როგორც გაგრძელდება ეგ არის. გახსოვს ერთი პერიოდი შენ არ გემახსოვრება რუსთავი ორი ცდილობდა დაენერგა BMW-ს ახლაც ვამბობ. ხო, მაგრამ თავის დროზე არ ამბობდნენ Washington-ი და ანუ იცი რა რატო არა რომ Washington-ია ინგლისურად და Washington-ი რატო უნდა თქვა რომელიც არ არის. ჩვენ ხო Zuckerberg-ს ვამბობთ წერთ ხოლმე და არა Zuckerberg-ს. თუმცა ყველამ ვიცით რომ სწორი არის რომ Zuckerberg-ი არის. სწორი ქართული არის Zuckerberg-ი, მაგრამ არა Zuckerberg-ი უნდა დაწერო და რა რითი გადმოგაკ არ ვიცი ხოლმე რომ ხალხმა იცის და მე სულ ამოწმობ რომ სხვები Ursula von der Leyen-ს წერენ, ჩვენთვის Ursula არის ხოლმე. ხო. ანუ მე როგორც წესია მე სერჩავ ხოლმე ჩვენთან თუ სახელი უკვე მოხსენებულია, ისევე წერ ხოლმე როგორც მანამდე დაწერეს ჩემო წინამორბედებმა, იმიტომ რომ ვიცი რომ მათ ერდოანი არის რეჯეპ ტაიპ ერდოანი ვარ ჩვენ და სხვაგან სხვანაირად არის. ხო, აი, სი ძინპინგიო სხვები წერენ, ჩვენ წერთ სი ძინპინი. სი ძინპინგი რა? ხო, ესე წერენ, ხო. მაშინ ეს მაო ზედუნგი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეგრე ის ზედუნგი. მე მგონი, ხო. ნეთანიაჰუს და სი ძინპინის შეხვედრა, რომელმა საინფორმაციო თუ მედია კომპანიამ უნდა გააშუქოს ნიკო. ის ხო ბიბია, ეს სი ესეთი ისიდი კრინჯ კაი, ანუ შეგრებულად კრინჯი კარგი ის არის. ტრეშის ისეთ სიღრმეს უნდა მიაღწიო ნიკო, რომ ეგ უკვე ხელოვნება იყოს. რა თქმა უნდა. ხო. კაი, დავიშალე თუ კიდე რა. სანამუარესები მithქვამს ნიკო. დავიშალე. კარგად იყავით. მომდევნო ხუთშაბათამდე და დაწერეთ კომენტარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რაზე ვილაპარაკეთ? მაგასთან დაკავშირებითაც დაწერეთ და რაც არ გვილაპარაკია, იმასაც დაწერეთ.